შენ მოგეცი თუ და რა გინდა რა დაუ თვითონ კიდევ ავაშენებთ აქ ბანაკებს და ვიცხოვრებთ ჩვენ გემოზე და ჩვენ თავს ჩვენ მივხედავთ წავიდენ ვაფშე ეს ტრაქტორებიც ეს ფირმა აქედან წევიდე რა ვის აკისრებს პასუხისმგებლობას ამ მომხდარზე ვის ვაკისრებ გლა ხელისუფლება ვის უნდა დავაკისრო ახლა უყურებ ვის დავაკისრო ახლა ორი ბავშვი რომ ვის დავაკისრო მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ახლა ბათუმში ვართ ოცნების ქალაქში ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე სადაც ორი ბავშვი დაიღუპა 4 და 5 წლის ბავშვები დაიღუპნენ ორმოში რომელიც უკავშირდებოდა ახალი კორპუსის მშენებლობას так სწორედ რამდენიმე დღის წინ 8 თებერვალს ჩააგდო კაფსულა ოცნების ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოცნების მიერ დანიშნულ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად და სწორედ თქვენს რომ იყო და დაიწყებოდა ახალი კორპუსის მშენებლობა იმ ხალხისთვის რომელიც ჯერ კიდევ რჩება ბარაკებში მაგრამ როგორც ჩანს არანაირი უსაფრთხოების ღონისძიება არ იყო მიღებული როგორც საქართველოს გრომებიან აქ ცხოვრობენ მოქალაქეები და ორი ბავშვი დღეს დაიღუპა სწორედ ამ ტერიტორიაზე ოცნების ქალაქში. მოდი მოვუსმინოთ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოცნების ქალაქში. თვითონ ჩვენი ხარჯებით კიდევ ავაშენებთ აგერ კოტეჯებს, როგორც თავიდან ავაშენებთ და დაგვიგრიეს, ისე ავაშენებთ და კიდე ისე ვიცხოვრებთ წყნარად. და ეს იქნება მართლა ოცნება, რაფერი ოცნება, ის ჩვენ რომ ბავშვები არ დაგვიღუპება. ისე ვიცხოვრებთ ჩვენ, არა თუ მათ რომ გვიშენებენ და აგერ ბავშვები რომ იღუპებიან. ისეთი შენებლობა ჩვენ არ გვინდა. ანუ ხობე არაფერი არ იყო მოწყობილი ამ ჩანს რამე ხობე არის? ხობე როცა ხდება იცი? როცა მთავრობის წევრები მოდიან, მაშინ აკეთებენ ხობეს. საით არის ეს ორმო რა დაგვენახოთ რა ორმო აქეთ არის. ახლა მუშაობენ პოლიციის წარმომადგენლები, ხო? პოლიციაც მოვიდა, ყველა მოვიდა, აზრი მითხრა, აზრი. მე რა მაინტერესებს, თუ და ფუნდამენტი არ არის ჩაყრილი, ხო, ჩასხმული ამ ტერიტორიაზე. მაშინ რა იყო, რა თხრილები იყო ეს? ორმოები იყო, კალანეცები იყო, აქ რომ ცხოვრობდი, ძველად რომ ცხოვრობდა ხალხი, კალანეცები იყო ამოგებული. ეს არის ის ტერიტორია, სადაც კაფსულა ჩააგდეს, ხო, 8 თებერვალს, როცა იყო მოსული შენებლობა, რო გახსნეს შენებლობა. როგორც მაგას გულისხმობ, შენობა რო გახსნეს, ჩადეს კაფსულა. როგორც რომ გახსნეს ხიარულით მართლა ოცნებაში. აი ისე აშენე. ანუ ამ ტერიტორიაზე არის დაგეგმილი ახალი კორპუსების მშენებლობა. ხო, აქ აპირებს რომ აშენონ ახალი კორპუსები და დაიწყეს მშენებლობა. ეს მათ გათხარეს? ანუ ამ ტერიტორიაზეც მათ გათხარეს, ეს ტერიტორიაც მათ გათხარეს? მე არ გიმიტყია. როცა გათხარეს და დაიწყეს რაღაც პროცედურები, ამ დროს არანაირი ღობე, უსაფრთხოების ზომები არაფერი არ მივიდა ეს. გეუბნები, უსაფრთხოების ღობე მაშინ იქნება, როცა თავრობის ხალხი მოდის. სხვა არ აინტერესებს ის ხალხი. თავრობის ხალხი მოდიოდა, გააკეთეს ერთხამეზე ღობე, მთლიანად შემოღობეს. როცა მოდიოდა ირაკლი კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე, ხო? ჩამოვიდეს ახლა კიდე, ჩამოვიდეს. ამათინაგები. ჩამოვიდეს და ეს მე ვიდავი, ამას და ამას დამიჭირე. 13-ში მქონდა ამის სასამართლო. რომ ამას დავავდი და მე მოუთხუე, იმას დაქვია. თავგასწრებული მართლა მე ბრუცელი ვარ, მე მართლა ბრუცელი. ანუ რა სიტყოდით და რა ჩანს ამ კადრებში? რა სიტყობდა იმ წამებს აკეთებდა და ბავშვებს გვიწამრავენ და ეს უბედურება მოხდება მეთქი ამას ვიძახი. ეზოში გამიკეთეს ასე. ეზოში გამიკეთეს. აპროტესტებდით იმას რომ ორმოდი დატოვეს ამ ოთხი. იბედური, მაგას მაპროტესტებდა. მაგის გამო დამიჭერეს 13 ჯარიმა დამიჭერეს არ მივაკითხე. შესაძლოა რა დამიწერეს ის არ ვიცი. ანუ თქვენ პასუხი მოთხოვეთ მის ირაკლი კობახიძეს და ამის გამო ამის მოსთან დამიჭირეს. პირველ ჩამოსთან სახლზე რამწეს ნოგრიდან ჯარიმა დამიწერეს, მასა იქნეს. აი ხალხმა ისა სახლში მეცდა დამიჭირეს. ანუ დაიკავეს მაშინ როცა ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძე იყო. როცა მოდიდა ორივე ჯერ სახლზე რამწესო მე არ მეთქვა, სიმართლე მე ყველაფერი ვიცოდი. და მე არჩევნების დღეს მივედავ ეს რომ მე შენ რომ მიიღეო, მაგრამ მე რომ მივიღე, ამის შვილმა ნახა, ჩემი შვილი მაინც აქ მოდის რომ მიიღე თუ არა. ან თქვენ მიიღეთ ბინა ახალ. მივიღე, მაგრამ მე მაინც აქ მოდის ჩემი შვილი, მე მას დავობდი. ამას დავდა შენ რომ მიიღე და ინტრიგანი ხარ, ინტრიგანი ვარ. ეს ვიგითხათ ინტრიგანი ხარო. ყველა მაგერმე თვითონ მეუბნებოდი და აი თვითონ ნახე ინტრიგანი არიან თუ არა. თქვენი საფრთხელი რა იყო, რას ეუბნებოდით ირაკლი კობახიძეს, რის თქვა გინდოდა? მაშინ როცა მიგიშვეს და დაიწყო. რომ აქ დაანგრიეს, ფული გაიტანეს და კატლავნები ამაიღეს. შებენი გაიტანეს და გერაბარეს, ფაქტები მაგაგია. აგერაბარეს. ფული აკეთეს და ნაგავი ეზოში და ნაგავი რომ დაემარათ, ეზოში იამა მომითხარეს და ნაგავს დააყარეს. იამა დამიჯოს აი ესეთი ჭაობი. ამას ვდაებოდი მე.
აგერ თქვენ ყველაფერ პროფესორ მაგრამ ამ ტერიტორიაზეც ბარეკები იყო ეხლა სადაც ჩვენ ყველგან ბარაკი იყო ყველგან ბარაკი იყო ეს ბარეკები დაიღეს იმიტომ რომ აი ზუსტად ამ სიტუაციით მოსამართლემ რა განაჩენი გამოვიდა რა ჩემს არ ვიცი რომ მე მოუთხო ერთად და გაშიძეს რომ შენ მე და ხელ რომ მე დავარტყი მე ხელ და გაშიძეს მოუთხო პასუხი და პოლიცია ვიყვია დააჭერია ჩემი თავი და შენო იგი არა მე ვთხარ ერთად და გაშიძეს დავარტე და ამიჭირეთ მე და მე რომ დაიმას სტადიო თავისუფალი ხარო და ერთი თვის მე რა იმარბეს სამართო გაქვს არ მოვალ მე ვთხარ აფერი და მე შემდა მოვიდე მომთხოვიზა სამბეში ჩამიტარეს პირველ საათს და მე არ მივედი გედოებიან სისხლის სამართლის წესი თუ ადმინისტრაცია არ ვიცი არ მივაგითხეს ერთად პირველადაც რომ კომახიძე ჩამოდიოდა პირველ ჩამოსვლაზე მინის გაცემაზე იმ დღეს გოგინიდან ამციეს და მასეინეს აი აქთან წამიყვეს აქ რო ხალხმა ამოვიდნენ აქედან გადამიყვეს ბარცხანიდან და ყოროლის თავში ჩამიყვეს ბოლოს თქვენი სახელი და გვარი ვებხვია ბერიძე მადლობა და ბავშვების შესახებ ესენი აქ ცხოვრობდნენ ამ ამ დასახლებაში ცხოვრობენ აქ ცხოვრობენ და გამოვიდნენ გარეთ ამ დროს ყველა ბავშვი გადა მე როგორ დაცავ 6 შვილი მყავს როგორ დააცოს ერთმანეთი ხალბატონო მითხარ ხო აი 6 შვილი მყავს და გულში ხელაბორდია გადმოედი ჩემი შვილი ამრიგო ყველასი შვილია ჩემი ტკივილია ის ყველა ტკივილია რა საკის იყვნენ ეს ბავშვები 7 წლის და 5 წლის 7 და 5 წლის ბავშვები ხო რომს გამოსული იყვნენ გარეთ ამ დროს აღმოჩნდნენ ამ ორ თამაში გამოვიდა გარეთ და ბავშვი და რომ ამას ვიტყავდი ესე ნაციონალია ამ ორმოში არის წყალი ხო ამ წყალში დაიყვნენ ესე წყალი იყო საუბარი ვერსიანია მაგრამ ჩავარდეს და ალბათ პატარა ეგონა და ჩავარდეს კარგი მადლობა ბოდიში აქეთ რაღაც ხმაური არა როგორც დავუვით ნახოთ რა ხდება მოქალაქეები არიან შეკრებილი როგორც ხედავთ ოცნების ქალაქში ბოდიში ის რა უნდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ერეკლე თავდგირიძე ამათ ვინ უშმენს რა არა ხა ცუდი ინფორმაციების გაშლა ბატონი ერეკლე რა შეგიძლიათ უთხრათ მაყურებელს ამ შემთხვევაზე ოჯახს აქ ვართ ყველა და ვცდილობთ მაქსიმალურად ამ ხალხს დაუდგეთ გვერდში სხვა პასუხისგებლობას ვინ იღებს ამ გამოძიება დაადგინს რა პასუხისგებლობა არა ჩანს რომ უსაფრთხოების ზომები არ იყო მიღებული თქვენ უკვე დაადგინეთ რამე თქვენ რა დაადგინეთ იყო დაცული აი გეკითხებიან მოქალაქე დაცული იყო თუ არა გეკითხებ თუ არ არის ხო მე დავდი თუ არა მაგას იყო დაცული პასუხისგებლობა მაგას დავდი მე პირადად აი როგორი მეუბნები მაგას როგორ კადრულობ ჯერ რა მეუბნები ხალხია ასეუბნები ამ მოქალაქეებს რომლებიც გეუბნებიან რომ ამბავი აგეხტინათ თქვენ რომ უსაფრთხოების ზომები და მიგება აგეხტინათ მე რა უნდა ამეხტინო კაფსო როცა ჩააგდეთ და გამოაცხადეთ რომ ახალი კორპუსების შენებლობას იწევთ თქვენ საკრებულოს თავმჯდომარე ხართ ხელმძღვანელი პირი ხართ აი ხდეთ რატო იცი ხარ რა ხარ გამოსაგაკეთე მე რომ ამას ვიტყავდი და მე იტრიგანი და შენ ნაციონალი ხარო ყოფილ ვარ იტრიგანი არა სორი ნაციონალი მაინტერესებს არა ამას იძახდა რეალობას გაუბრები უნდა აიხდინო საკრებულოს აქ რომ თავმჯდომარე რომელიც აი აქ რომ დაგეცვა უსაფრთხოების წესი რომ დაგეცვა უსაფრთხოების წესი თქვენ არ დაიცავთ შემოგეღობა და 12 და სათქმელი მაინც გეკნებოდა გამოძიება დაადგენსო თქვენ რას ფიქრობთ ამ პასუხზე უბრალოდ აქ ამდის უნდა ყოფილიყო ჩემი პირადი აზრი ჟესტი უნდა ყოფილიყო კამერები გაგიჩნდა და საკმარისზე მეტი ბატონო საკმარისზე მეტი ინფორმაცია გაქვს ტრაგედია მოხდა ოჯახს გაუზიარეთ და მე ახლა თქვენ წმინდა პანიკას და ინტრიგას ხალხში და რა თემაც არის იმისგან ხარ ძალიან შორს და თქვენ დაინტერესებს პოლიტიკას და გავიგოთ შორს გარეთ რა შეგიძლიათ გარდაიცვალა ორი ბავშვი ჩემი ბადიშია რა კიდე თქვენ
კაცი ეცხრი ჩემი მათიშია იგი დადი სამსადი დაკედა დამსურდება ჩვენ ტელევიზია ხوره ჩვენ ტელევიზია გეუბნები ჩვენ ბაიტას პასუხისგებლობის საკითხი გვაინტერესებს ხო პასუხისგებლობა გამოდება დააგესტები იგი ასეთია მოქალაქეების ნაწილის განწყობა აქ აი ამ ტერიტორიაზე მოხდა ეს უბედური შემთხვევა და ტრაგედია ბათუმში ეს ოცნების ქალაქია სადაც ეხლა შემოსაზრულია ლენტით პოლიციის ლენტით თქვენ ხედავთ ადგილზე მუშაობენ სავარაუდოდ კრიმინალისტები აქ თქვენ ხედავთ ბარეკების ნარჩენებს, მშენებლობის ნარჩენებს, რომ ამ ტერიტორიაზე იყო დაანონსებული ახალი კორპუსების მშენებლობა ოცნების ქალაქში და სწორედ 8 თებერვალს აქ იყვნენ ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი, ასევე ქართული ოცნების მიერ დანიშნული ქართული ოცნების აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნ გერიჟვალძე, მათ კაფსულა ჩააგდეს და დაანონსეს ახალი კორპუსების მშენებლობა 208,000 ლარი დაიხარჯებაო თან ეს თქვეს რომ როცა მათ გააკეთეს ეს კაფსულის ჩაგდება და მოწყვეს ხორცი ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე და სწორედ ამ ტერიტორიაზე უკვე დაიწყო მშენებლობა მაგრამ როგორც ჩანს არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები როგორც ჩვენ ახლა გვიყვება ადგილობრივი მოსახლეობა აქ ცხოვრები მოსახლეობა და ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ ხელისუფლებას რომ არანაირი ძალიან მარტივი კონსტრუქცია ღობეც კი არ იყო მოწყობილი ამ ტერიტორიაზე რომ დაცული ყოფილიყო ადამიანის სიცოცხლე და დღეს აქ სწორედ ამ ორმოებში რომელშიც იდგა წყალი დაიღუპნენ როგორც ჩვენ გვითხრეს აქ ადგილზე 4 და 6 წლის ბავშვები ისინი გადაიყვანეს კლინიკაში მაგრამ ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხდა აქ არის ჩაკრებილები ოცნების ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები მათი ნაწილი აპროტესტებს აქ მათ შორის ჟურნალისტების მისვლას ნაწილი კი უპირისპირდება იგივე ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენ ნახეთ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძე რომელიც პრაქტიკულად ვერ გასცა პასუხი მოქალაქეების შეკითხვას რატომ არ მოხდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამ ტერიტორიაზე სადაც მშენებლობას იწყებდა ოცნების დასახლებაში ოცნების ქალაქში ბავშვები რომლებიც დღეს დაიღუპნენ ცხოვრობდნენ ოცნების ქალაქში ამ ბარაკებში რომლებიც აქ ძალიან ბევრია ამ ტერიტორიაზე ბარაკებში მცხოვრებთა ნაწილს აუშენა კორპუსი ქართულმა ოცნებამ თქვენ ალბათ იცით იმის შესახებ რომ პარტია ქართულმა ოცნებამ გამოიყენა ოცნების ქალაქი წინა საარჩევნოდ განსაკუთრებით 2021 წლის არჩევნებზე თვითმმართველობის არჩევნებზე მაშინ როცა ძალიან გაუჭირდა ქართულ ოცნებას წააგო ბათუმი შეიძლება ითქვას და ჯამურად მოიგო ეს არჩევნები ოპოზიციამ ამ დროს სწორედ ამუშავდა ოცნების დასახლების სქემა და ოცნების ქალაქში ბარაკებში მცხოვრები მოქალაქეები სასწრაფო წესით ჩაწერეს ამ ტერიტორიაზე და შემდეგ ჩვენ ნახეთ აქვე ახლოს რა საარჩევნოებიც არის და სადაც ხმას აძლევდნენ აქ მცხოვრები მოქალაქეები მიეცათ მას შეშლილობათ რომ მიეცათ ხმა არჩევნებზე ნახეთ ძალიან დიდი და ასევე ამ არჩევნებს ვიყავით ჩვენ ამ ოცნების ქალაქის დასახლებაში და მაშინაც ასევე ნახეთ ოცნების კოორდინატორები რომელსაც ორგანიზებულად გადაყავათ აქ მცხოვრები მოქალაქეები იუსტიციის სახლებში და ბაში რამობდა ოცნების კოორდინატორი ჩვენ პირდაპირ დაუფარავად ვთქვა რომ პარტია იტოვებდა ამ ადამიანების მოქალაქეების მონაცემებს რეგისტრირებდნენ საცხოვრებელ ბინებს კორპუსში, ასევე იმ მოქალაქეების მონაცემებს, ვისაც უნდა გადასცემოდათ ბინას აუმალოდ. ხოლო 8 თებერვალს, 2025 თებერვალს აქ მოეწყო ღონისძიება კაფსულის ჩაგდება ახალი კორპუსების ასაშენებლად. ამ ღონისძიებას ესწრებოდა
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე, ასევე ქართული ოცნების აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აქ კაფსულა ჩააგდეს ახალი კორპუსების ასაშენებლად. დაიწყო მშენებლობა, როგორც ქართული ოცნების მხარდაჭერით იჩენს თავს და ცდილობს რომ დაუპირისპირდეს ჟურნალისტებს და აგრესია გამოავლინოს მედიის მიმართ, რომელიც ყოველთვის აშუქებდა ქართული ოცნების ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეების პრობლემებს, მათ შორის მაშინ როცა კორპუსების აშენებას არც არავინ არ აპირებდა და არც არავინ ინტერესდებოდა აქ მცხოვრებ მოქალაქეების პრობლემებით და ახლაც როცა ამ დასახლებას ქართული ოცნება იყენებს პრაქტიკულად წინასაარჩევნოდ და ახალი კორპუსების მშენებლობას ჩააგდეს კაფსულა ეს იყო 8 თებერვალს 2025 წლის 8 თებერვალს რამდენიმე დღის წინ აქ ყობოსული ირაკლი კობახიძე და ჩვენ გვითხრა ახლა კიდევაც ერთმა მოქალაქემ რომ ის დააკავეს კიდევაც იმის გამო რომ მას უნდა ირაკლი კობახიძეს ეთქვა იმის შესახებ რომ ასე უყურადღებოთ და უსაფრთხოების ზონების გარეშე არ უნდა ყოფილიყო დატოვებული ორმოები რადგან ეს ქმნიდა საფრთხეს მოქალაქეებისთვის ვინც ცხოვრობს ჯერ კიდევ ოცნების ქალაქში და ძალიან ბევრი მოქალაქე ცხოვრობს მოქალაქეების ნაწილს აუშენეს კორპუსის წინა წლებში ხოლო ნაწილისთვის დაანონს და ახალი კორპუსის აშენება არის შემოსაზღვრული ტერიტორია სადაც დაიწყო გარკვეული სამშენებლო სამუშაოები თუმცა ფუნდამენტი არცად ჯერ ჩასმული არ არის ამ ტერიტორიაზე შემიძლია შეგახსენოთ 8 თებერვალს გავრცელებული მაშინ ჩააგდეს კაფსულა ახალი კორპუსის მშენებლობაზე ოცნების მთავრობის განცხადება შევსების ქალაქის ჩაგდასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდასთან რომელსაც ქვეყნის არალეგიტიმური კობახიძე და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რომ კაფსულის ჩაგდების ღონისძიება აჭარაში დაგეგმილი არ უნდა და ამიტომ ღონისძიების გასამართად შესაბამისი მომსახურება ტენდერის გარეშე 209,165 ლარად შეიზღიდეს ხელშეკრულების გამყრობა 2025 წლის 8 თებერვალამდე ვერ მოესწრება წესნაჭერის სამინისტრო შესყიდვის სააგენტოს 5 თებერვალს. ეს არის ის კონკრეტული ადგილი, სადაც დაიღუპა ორი ბავშვი დღეს ოცნების ქალაქში. ჩემთვის უცნობია კონკრეტული ასაკი
ზუსტად როგორც ვიცი 4 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ ორმოში, რომელიც იყო წყლით სავსე, როგორც აკითხეს ადგილზე, ეს არის წინასწარი მონაცემები. ამ დროს ადგილზე მუშაობენ გაუძევლები. ეკონომიკის მინის ბოდიში ჩვენ მაქსიმალურად ყველა უწყება არის მობილიზებული მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით საკითხის მოკვლევა და როგორც კი იქნება უფრო რამე დეტალები აუცილებლად სამშენებლო უსაფრთხოებაზე უსაფრთხოება რატომ არ იყო უზრუნველყოფილი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არ არის სამშენებლო მეორე ეტაპის სამშენებლო არეალი ეს არის მოშორებით ამ სადაც შენებლობა სადაც უშუალოდ მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს და თქვენ იცით რომ პრინციპში უკვე იყო გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია რაც შეეხება მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებს და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმიტომ რომ არის ცდელობა სხვადასხვა განსაკუთრებულად პრესის წარმომადგენლებისგან რაღაც შეიტანონ სხვადასხვა ესე რომ ვთქვათ რას გულისხმობთ ბატონო აქ ადამიანები ანუ ეს ორმობი ამ შენებლობას არ უკავშირდებოდა ზუსტად ჩვენი წარმომადგენლები და მნიშვნელოვანი სხვა ყველა უწყება არის ჩართული და კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია რა ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვანია რომ სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით დასრულდეს იმიტომ რომ მოიხსენებათ საკმაოდ ისეთი ფონია მოსახლეობა და პრინციპში ყველანი ძალიან განვიცდით და ბატონ ჯაბა სამშენებლო ტერიტორია თუ არ იყო რატომ დაიშალა მაშინ ბარეკები ამ ტერიტორიაზე თუ გარშემდება კორპუსი ეს ბარეკები რატომ დაშალეს სპეკულაციები პასუხი და განცეთ მაშინ თქვენ არ პასუხობთ შეკითხვას და რაც შეეხება ზოგადად ტერიტორიას მინდა აღვნიშნო რომ გარდა სამშენებლო ტერიტორიისა აგრეთვე ჩვენ იმ პრინციპების და პრინციპში უშუალოდ ოცნების ქალაქის მოსახლეობის ჩართულობით სხვადასხვა არასამთავრობოების ჩვენი კომისიის გადაწყვეტილებით გარდა სამშენებლო ტერიტორიისა ჩვენ აგრეთვე გქონდა რიგი მოქალაქეები რომლებიც ოცნების ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ამ შენობა ნაგებობებში და მოხდა ესე რომ ვთქვათ ამ კრიტერიუმების მოქალაქეების უკვე განთავსება პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ და მოხდა იმ ანუ ეს ბარეკები რატომ დაშალეთ ამ ადგილას თუ გარშემდებოდა კორპუსი დემონტაჟი და შესაბამისად ანუ ეს არის კიდევ ბატონ ჯაბა კონკრეტულ კითხვას უპასუხეთ კონკრეტულად პასუხა ამაზე მეტი კონკრეტულად არ პასუხობ თქვენ შეკითხვას და შენ დამშვიდი მოქალაქეს ასე უნდა ესეუბრებოდე ბატონ ჯაბა ბატონ მოქალაქე დამშვიდი მოქალაქეს არ აქვს უფლება შეკითხვა დაგესვათ მოქალაქეს არ აქვს ამბობა კი რა თქმა უნდა და გითხრათ რომ ისრები სხვა მიმართულებით გადაგაქვთ ბატონ ჯაბა სამშენებლო უსაფრთხოებაზე არის კითხვა ისეთი ფონია და თქვენ ხედავთ მათ შორის განსაკუთრებულად თქვენ ხედავთ თუ არა თქვენს პასუხისმგებლობას თქვენი პრესის წარმომადგენლებიდან და განსაკუთრებულად ყველა დამშვიდობ შეხვა უკეთესი იქნება თუ შეიძლება ნუ შეგვიშლეთ ხალხს ხო მუშაობაში ჩვენ გვაქვს კითხვები და გვაქვს უფრო დავსვათ შეკითხვები და სამუდამოდ ის სპეკულაციები რასაც სხვათა შორის თქვენ ცდილობთ სხვადასხვა პირები ცდილობენ რაღაცა აქ აჟიტირება შემოიტანონ კიდევ ერთხელ ყველას მოიწოდებ რომ იყოს ცხად იქნებ გვიპასუხოთ შეკითხვებზე ძალიან მნიშვნელოვანია ეს არ არის კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია ჩვენ უშუალოდ ოცნების ქალაქის დასახლებაში დემონტაჟი განვახორციელეთ სამშენებლო ტერიტორიის გარდა სხვა ესე რომ ვთქვათ შენობა ნაგებობის და ეს მოქალაქეები განთავსებულები არიან უკვე შესაბამისად მათზე გადაცემულ ბინებში და სხვადასხვა ესეთი შენობა ნაგებობა მთლიანი ოცნების ქალაქის დასახლების ტერიტორიაზე არის დანგრეული. ერთი საკუთრება იყო, ანუ ესე გამოდის თუ კი ეს არ იყო
ვის ეკუთვნის არის ლეკი. ხო, ანუ მარაკები რის გამო დაიშალა თუ არ იყო ეს სამშენებლო მოედანი ბატონჩაბა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანი ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე აჭარისწყლის ეკონომიკის სამინისტროს მთლიანი დასახლება საუბარი არის როგორც პირველი ეტაპის დასრულების შედეგად 1922 წინა აგრეთვე მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების გამოყენებული ტერიტორია და აგრეთვე მთლიანი გარდა სამშენებლო ტერიტორიის აგრეთვე ევროპა ტერიტორია სადაც დღეს ჯერ კიდევ აი ბატონო ჯავო თქვენ შეკითხვებს არ პასუხობთ და მოქალაქეებს უპასუხოთ ხო მოქალაქეებს აქვს შეკითხვები თქვენ რა იქნება უსმინოთ დიახ რა შეკითხვაა გაუქვთ რატომ მუშაობდა ტრაქტორები შემოღობილი არ არის ტერიტორია და ტრაქტორები რატომ მუშაობს ტრაქტორები რატომ მუშაობს შენებლობა რომ იმდინარეობს და შემოღობილი არ არის წინა სამშენებლო სამუშაოები წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს მოგეხსენებათ დასრულდა ლენტით ხომ უნდა იყოს შემოღობილი მიმდინარეობს წინა სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები ლენტით არ უნდა იყოს შემოსაზღვრული იმიტომ როდის მუშაობენ როდის მიხარ ლენტი სად არის ეხლა რო დაიღუპა ბავშვები მაშინ შემოვარტყეს ლენტი მანამდე სად იყო იმ ხელა ორმორო იყო იქ მანამდე სად იყო ის გაზომები იყო აი იმ ხელა ორმორო იყო ერთი წუთი იყო ლენტი მან ერთი წუთი ორი ბავშვი დაიღუპა და როგორ დამშევრდა ლენტი დაიღუპა უსაფრთხოებისთვის რა გააკეთეთ ჩემი ბადიშია მე გავწევამატყვა ეს სადაც ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვანია ესეც სპეკულაციები ხარ რასაც ცდილობთ ჩვენ ვცდილობთ კიდევ სპეკულაციას უსაფრთხოებისთვის რა ზონები გააკეთეთ შენებლობა ჯერ არ არის დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ვიდრე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება რა თქმა უნდა იქნება შესაბამისი ღობე ტერიტორიაზე და ამის მოსწორებელი სამზადებელი ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა და სპეკულირებთ ეს ორმოები არ უნდა ბევრი ტენდერი ვიწყებ სამშენებლო სამუშაოებს და სანამ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებ მანამდე ხდება მოსამზადებელი სამუშაოები ხომ დაიწყო მშენებლობა კაფსულა ჩააგდეთ ხომ ბატონჯაბა და მშენებლობა სამშენებლო მოედანი მოსამზადებელი ხომ მოსამზადებელი სამუშაოები არ უნდა ყოფილიყო დაცული კიდევ ერთხელ გეუბნებით თქვენ განსაკუთრებული მოსამზადებელი სამუშაოები თქვენ ვისწავლება არ გჭირდება ჩვენ გვჭირდება პასუხები თქვენ ხართ ვალდებული რომ გასცეთ პასუხი შეგიძლიათ მნიშვნელოვანი რომ ყველა მშვიდობა შევინარჩუნოთ არა პირიქით თქვენ არ გაძლევთ იმის საშუალებას ბატონჯაბა ხა თქვენთან რაღაც კამათი უსაფრთხოებაზე ვინ იღებს პასუხისგებლობას მოსახლეობა ისე საღერვებულია და დამშვიდით კიდევ ერთხელ უსაფრთხოებაზე ვინ იღებს პასუხისგებლობას ვიდრე ხელისუფლება სამუშაო ტერიტორიაში გთხოვთ რომ წაბძან სხვანაირი არ მოხდეს გთხოვთ წაბძანდეთ თქვენ ორმა გთხოვთ რომ წაბძან თუ შეიძლება ბატონ ნუ გვიშლით მუშაობაში არ მოხდა ყველას დილ დაზარალებულა სხვა რამე არ მოხდა აქ არის საზოგადოების ინტერესი გამოხდა ასე შებრუნდეთ ძირდაში ასე შებრუნდით ნუ ვიშლით წაბძანდეთ გთხოვთ სხვა რამე არ მოახდინოთ თუ შეიძლება უკაცრავად რა საკეთე მომაშორეთ ეს ხალხი მე გეუბნებით მომაშორეთ ამ კითხვებს ამ კითხვებს ორი ადამიანი არის ჩვენ კითხავს უსვამთ ოცნების ეკონომიკის მინისტრს პასუხებს ხალხი ჩვენ გთხოვს რომ ხელისუფლებას დავუსვათ კითხვები ქალბატონო რისთვის ვართ ახლა მხოლოდ ორი ადამიანი გამოხატა აგრესია ორიც გამოხატავს ახლის გასო არ ეხლა გეუბნება მთელი თავრობის წარმომადგენლებს თქვენ კითხვებზე პასუხებს სცემ და ვინა იმ ადამიანებთან აი ისეთ სიტუაციას ვინც გამწარებულებია ძალიან სულ სიტუაციაში და თქვენ უშლით ამ ნერვებს ეს კითხვები თქვენგან მინდა მინისტრს საფრთხოებაზე ითხოვთ პასუხებს რაზეც პასუხია გასაცემი თავს არიდებენ და რატომ არიდებენ თქვენ რატო არიდებენ და ალბათ არ სურთ რეალობას თქვენ რა შეკითხვა გაქვთ მე რა შეკითხვა მაქვს ადამიანი ამბობს რომ აქ არ არის შენებლობა დაწყებულიო და მაშინ რა საკეთებენ აქ ვის უნდა მოვთხოვოთ ჩვენ ამაზე ეს ორმოები როდის გაითხარა ეს თხილები როდის გაკეთდა 1-2 დღის აი ეს 2 დღისა აი 2 გამოთვლი 2012 წლიდან გამოთვლი ეს შენებლობა მე ვფიქრობ რომ ეს არის შენებლობა მათ გახსნეს მე ვსაუბრობ რეალობაზე იგი სადაც
ჩვენი აზრით განსხვავებული აზრები აქვს. მას შემდეგ რაც ხელისუფლება მოვიდა, რამდენიმე ადამიანი მოკლა, ვინც მედიას უპირისპირდება. უპირისპირდება ეს ალბათ პირადი ინტერესია. მე ასე მაგ პირველ განა რაკეთე. თუ შეიძლება გვადროვეთ ხო? უნდა გადროვოთ რა. აი გამოხონი ხავთ თქვენი დასწრებული ხალხი და იმათ ალაბაგებთ აი მაგას შეიძლება მინდა სამბო. ანუ ეს სამშობლო სამუშაოები დაიწყო ისე რომ არანაირი ღობე იქ არ მოუწყვიათ და არანაირი სამშობლოების ობი არ შეუქმნია. აი ცდილობენ ის ადამიანები რომლებიც კითხვებს უსმენ და საუბრობენ პრობლემებზე. Kapanas, Siloben, Batono, Vitharit, about თქვენ რა კითხვები გაქვთ? ანუ ხელისუფლება სამშენებლო უსაფრთხოებაზე რატომ არ სცემს კითხვებზე პასუხს თქვენი აზრით? ანუ ამოიზმეთ გახსნიდა. რატო გაკავთ უკაცრავად? ვესაუბრები ჩვენ. აუ გაცავა გათიშეთ ახლა და გაკეთე. აი ხოდა რა დავიწყოთ რა? დეტალებში გავარკვიოთ რა ხდება? ანუ პასუხისმგებლობა. მოხდა, აღარა. პასუხისმგებლობის საკითხი არ გაიგე. ვისაკ პასუხისმგებლობა მოთხოვეთ მთავრობას. ხოდა ეგ შეკითხვებია რომ ხოდა მთავრობას მოთხოვეთ, პატარა მცირეწლოვანი დაიღუპა? всё, აღარა აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენ არ დამთავრებული საკითხია ახლა. დეტალებში ყველაფერი გავა. ჩანი რა მაი, გამოგასწრებული ლაპარაკი. ჩანი რამე არის მაი კაცი? ვინც არის გედეისვალა ახლა. მაი შემკატი. და რამესო ხმას აიღე ბავშვები. თავრობას კი არ მოკითხო რა ტელევიზია მიჩალიჩოს ისტორია. ჩვენი პრობლემა გვეყოფა. თავრობას მადლობა მოთნას პარტია. ო, და დამთავრებული საკითხი არ უნდა. დეტალებში მოყოლა რა მასაჭირო. არავის არ უნდა და სიკვდილი. და ყველა დედა არის. ის ხალხი გასულ ასეთი ტრაგედია არავის არ უხარია ხო? აი მოხდა აიღეს რეკლამები. სუდადაც გაშუქებული რეკას მთელი მემლეკეთი. ჯერ ბინებში ჩავარდა, ბინებში არ ჩავარდა კაცო. არც ორმოში ჩავარდა, ბინების და არ წარაბენ. ჩავარდა აგერი. აი ჯიბეში რომ ხელი ჩაგიდია და არ თიშაო. გათიშე გაცურა და გაყევი. არ მინდა აი გადაგეთიშე. ეს გაწია და გაყევი ახლა. ხეს გიშლით მუშაობაში. პოლიცია ბევრია და არ ასეთი აგრესიით გამოირჩევა ქალაქის ნაწილი ჟურნალისტების მიმართ, როგორც თქვენ ახლა ნახეთ ბათუმელის პირდაპირ ეთერში. აქ მოქალაქეების ალდინაზეს აქვს კითხვები ქართული ოცნების მთავრობის მიმართ, მასური არის ასევე ოცნების წარმომადგენლები, მათ შორის არლეგიტიმური აჭარის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი იყო ცოტა ხნის წინ ჯავლა ფუტკარაძე, ასევე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენ ვერ მივიღეთ მათგან რაღაც კონკრეტული პასუხები, რეკომენდაციები თქვა რომ გამოძიება დაადგენს პასუხისმგებლობას უსაფრთხოების კუთხით, ასევე ჯავლა ფუტკარაძემ თქვა რომ ეს ტერიტორია, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და ბავშვები ჩავარდნენ ამ ორმოში, ეს არ უკავშირდებოდა ახალი კორპუსების მშენებლობას, თუმცა მას დაუსვეს კითხვები ამავე დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებმა, მაშინ რატომ აი ეს არის ის ადგილი, სადაც დღეს მოხდა ეს უგედური შემთხვევა. და სადაც ახლა მუშაობენ გაუმძიებლები, კრიმინალური პოლიცია. ძალიან რთულად გასავლელი.
ადგილის და ამ დროს უკვე მუშაობს კრიმინალური პოლიცია. თქვენ ხედავთ რომ შემოსაზღვრულია ეს კონკრეტული ადგილი. სადაც მუშაობს გამოძიება. მე ვიცი ახლა შემოვარდა ბათუმელების პირდაპირ ეთერს მე გეტყვით რომ დღეს საკ მოხდა ტრაგედია ორი ბავშვი დაიღუპა წინასწარ ინფორმაციით 4 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ თხრილში ჩავარდნენ ისინი რომელიც იყო წყლით სავსე კლიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ როგორც გვიყვება მოქალაქეები ვინც ცხოვრობს საქმე ბარაკებში ეს ბავშვები ცხოვრობდნენ ერთ-ერთ ბარაკში და ეს მძიმე ტექნიკა ამ ტერიტორიაზე გამოჩნდა მას შემდეგ როცა ჩააგდეს კაფსულა და იყო კაფსულის ჩაგდების ღონისძიება ის იყო 8 თებერვალს 2025 თებერვალს და მაგოცნების პრემიერ-მინისტრი რეგლი კოპახიძე ასევე არალეგიტიმური აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟველიძე და მათ დაამტკიცეს სწორედ 209 სილარად ახალი კორპუსების მშენებლობა ოცნების ქალაქში უფრო მეტი ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ამ მშენებლობის შესახებ ბათუმელების ვებგვერდზე, მათ შორის 10 თებერვალს გამქვეყნებულ სტატიაში თქვენ ნახავთ რომ ოცნების მთავრობის განცხადებით მშენებლობის განხილვის მეორე ეტაპი იწყება მშენებლობის საფუძვლის ჩაგდასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიება 8 თებერვალს გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პრემიერი რეგლი კოპახიძე და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟველიძე დაესწრო. ამ ღონისძიებაში აჭარის ბიუჯეტიდან 209,000 ლარი დახარჯეს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კაფსულის ჩაგდების ღონისძიება აჭარაში დაგმილი არ ჰქონდა და ამ ღონისძიების გასამართად შესაბამისი მომსახურება ტენდერის გარეშე 209,165 ლარად შეიზღიდეს. შემსრულებელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა. აღნიშნული ღონისძიების განხორციელება სამინისტროს მიერ არ იგეგმებოდა ამიტომ ტენდერის გამოცხადება და თებერვლამდე ვერ მოესწრება აჭარის წერს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს შესყიდვის სააგენტოს აჭარის სამინისტროში ჩათვალეს რომ დაუგებარი ღონისძიების ჩატარებას 209,165 ლარი და 7 თეთრი დასჭირდებოდა ჩანს რომ შეფასე არტ ბიუროსთან გამოვიდა ხელშეკრულება შესყიდვების პორტალზე კომპანიასთან გამორებული ხელშეკრულება არ იძლევა ტენდერს კი მინიჭებული აქვს შემდეგი სტატუსი მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება
მერიაც მე გიკითხავ ციტატას რაც დღეს გავრცელა ბათუმის მერემ ამ საღამოს უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში ფედერალობაში სამზირის 198-ის მიმდებარედ წყლის საოცრელში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა საუბედროდ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა წერს ბათუმის მერია ბათუმელების ინფორმაციით ორივე ბავშვი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა ხედავთ ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს, ასევე კრიმინალურ პოლიციას, რომელიც მუშაობს ადგილზე. სავარაუდოდ ალბათ უკვე დაწყებულია გამოძიება. დღეს ჩვენი მთავარი შეკითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებთან იყო ის, რომ რატომ ვინ იღებს პასუხისმგებლობას მაშინ როცა არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული, აქ არანაირი ღობე, ან სამშენებლო უსაფრთხოების ამის სხვა ღონისძიება ჩანს რომ არ იყო გატარებული და ისე იყო დაწყებული სამშენებლო სამუშაოები. ფუტკარაძე მე ხარ ლეგიტიმური აჭარის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი ამბობდა რომ არ იყო დაწყებული მშენებლობა და ეს იყო მოსამზადებელი სამუშაოები და სადაც მოხდა ეს ტრაგედია, ეს თხრილი ამ ადგილას არ იგებდა მშენებლობა, ახალი კორპუსების აშენება, თუმცა მას იქვე შეეპასუხა აქვე მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი, რომელმაც უთხრეს, რომ მაშინ რატომ მუშაობდა ამ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა, თუ კი არ იგებდა ახალი კორპუსების მშენებლობა და რატომ გათხარეს ეს ორმოები, მათ შორის ტრაქტორებმა მძიმე ტექნიკამ და ეს მოქალაქეები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ ბარაკებში ცხოვრობენ, ისინი ხედავდნენ ამ ყველაფერს და მათ ჰქონდათ შეკითხვები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არალეგიტიმური მთავრობის წევრებთან. აქვე დავინახეთ რომ იყო აგრესიული რამდენიმე მოქალაქე ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებით, ვინც სვამს შეკითხვებს, მათ შორის იმაზე თუ რატომ არ იყო უსაფრთხოების ელემენტარული ზომები გათვალისწინებული მაშინ როცა კაფსულის ჩაყრის თუ კაფსულის ჩაგდების ღონისძიებისთვის აიხარჯა 209,000 ლარი და ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა ოცნების პრემიერი, ასევე არალეგიტიმური აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟველძე და ამ დროს ელემენტარული უსაფრთხოების ზომები აქ როგორც მოსახლეობა გვეუბნება არ იყო გათვალისწინებული და აი ესეთი ტრაგედია ბათუმში ოცნების დასახლებაში ორი ბავშვი დაიღუპა, რომლებიც აღმოსავლეთ ისინი გადაიყვანეს ბოლოს შემდეგ კლინიკაში, მაგრამ ორივე მათგანი დღეს სამწუხაროდ დაიღუპა. ეს არის ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქი, სადაც წლებია ცხოვრობენ მოქალაქეები ბარაკებში, ასეულობით მოქალაქე. მათ წლების განმავლობაში არც კი იმჩნევდა ქართული ოცნების ხელისუფლება და მათ არაფერს თავაზობდა, ხოლო შემდეგ როცა დაინახა ქართულმა ოცნებამ რომ საარჩევნოდ შეიძლება ამ ასეულობით მოქალაქე სათავისოდ გამოყენება და საარჩევნო სქემაში მათი ჩაბმა, ამის შემდეგ დაიწყეს მათ კონკრეტული ნაბიჯების განხილვა, მათ შორის ჩვენ ნახეთ 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე, როცა ჯამურად ოპოზიცია მოიგო მაშინ ბათუმი, ამ დროს ქართული ოცნებაში უმეტესობა დასახლებაში ცხოვრობს. ჩაწერეს ამის სამართზე და მათ მისცეს იმის საშუალება სათხმა არჩევნებზე დასახლებაში ბარაკებში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი საარჩევნო უბნებზე მაშინ დასახლებების არჩევნებზე, როცა განმეორებით ჩატარდა არჩევნები ამ უბანში მაშინ ძალიან საეჭვო ეთერებაში გადაიცვალა
ბათუმის საკრებულოს წევრი და როგორც ამბობენ მისი ოჯახის წევრები ნუგზარ ფუტკარაძე ვინც გარდაიცვალა მის მოსყიდვას ცდილობდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და აქვს ასევე აუდიო ფაილი რომელიც ამას ასახავს და ამას ადასტურებს თუმცა ამ შემთხვევის გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა იმ დროისთვის იმ უცემულებაში ნიშნავდა იმას რომ პრაქტიკულად ქართული ოცნება იგებდა საკრებულოს ანუ მას ექნებოდა გადამწყვეტი ხმების რაოდენობა საკრებულოში ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და ამიტომაც ამ მაჟორიტარულ ოლქში შედგა ხელახლა განმეორებითი არჩევნები 2022 წლის აპრილში სწორედ მაშინ ამუშავდა პირველად ოცნების დასახლების სქემა და მაშინ ჩაწერეს ამის სამართზე ფრიდონ ხალვაშის გამზირდეს კონკრეტულ მის სამართზე ასობით მოქალაქე ეს ასობით მოქალაქე აკონდომარე საარჩევნო ურნებში ყველა გამოცხადდა არჩევნებზე და მათ მაშინ დაპირების შესრულებას და ახალი კორპუსების აშენებას და ამიტომ მათ უკვე აღარ სიამოვნებდა ჟურნალისტებთან საუბარი ჩვენ ვიყავით ამ არჩევნებზე წინასაარჩევნო პერიოდში ოცნების ქალაქში და ველაპარაკეთ ოცნების კოორდინატორებს რომლებიც ამ ტერიტორიაზე ასევე აქ ცხოვრობენ და მათ აღნიშნეს მაგალითად ის რომ რატომ არ იყო თუნდაც მოსამზადებელი სამუშაოები დასვეული და შემოსაზღვრული ეს ტერიტორია თუნდაც ან რამე ყოფილიყო გაკეთებული უსაფრთხოების თვალსაზრისით მაგრამ ასევე თქვა რომ ტერიტორია სადაც მოხდა ეს უბედური შემთხვევა ამ ტერიტორიაზე არ აპირებენ ისინი კორპუსების აშენებას და რომ ეს სხვა ტერიტორიაა თუმცა მას აქვე დაუშვეს შეკითხვა მოქალაქეებმა თუ აქ არ იგეგმება კორპუსების აშენებაში რატომ დაანგრიეს პარკები რომელიც აქ იდგა ამ ტერიტორია რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ და მაშინ რატომ მუშაობდა აქ მძიმე ტექნიკა და ტრაქტორები თუ ეს არ უკავშირდება ეს ადგილი მშენებლობას ეს შეკითხვაც არ ლეგიტიმური აჭარის მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა ჯერ ფუტკარაძეს წინ თქვენ ალბათ ადევნებთ თვალსაჩინოს პირდაპირ ეთერში უპასუხო დატოვა საინტერესო და ამართულებით ახლოს ვიცნობ საერთოდ სამშენებლო საქმიანობები როგორ იწარმოება და ნებისმიერი ტიპის მithumetes აქ არ ხედავთ 1 და 2 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის რაღაც ფორმირებას ხო აქ რეალურად არის სამშენებლო სამუშაოები და ეს სამუშაოები ყოფილიყო
ეს ვიცით რომ აქ კომპაქტური არ იყო დაწყებული შენობლობა ჩვენ ახლა გითხრა ჯავაფუშკარაძემ არა აქვს მაგას ეკონომიკის მინისტრ არალეგიტიმური მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა მარტო მოსამზადებელი სამუშაოები დინარეობდაო მოსამზადებელი სამშენებლო მოედანში ითვლება მოსამზადებელი სამუშაოები ანუ არ არსებობს სამშენებლო მოედანი რომელიც მოსამზადებელი სამუშაოებით არ იწყება და პირდაპირ არსებობს ამის საკანონმდებლო ბაზა ის საშუალებითაც პირდაპირ არის გაწერილი როგორ და რანაირად უნდა მოხდეს შემოფარგლა სამშენებლო მოედანი. ანუ მოსამზადებელი სამუშაოც რო ყოფილიყო სავალდებულო იყო იგივე ღობის მოწყობა კანონმდებლობით. აუცილებლად. არავითარ შემთხვევაში აქ ჩვენ ვერაფერს ვხედავთ ისეთ რომელიც ასწვევს ვიღაცის არასანქცირებულ შემოსვლას ტერიტორიაზე. აი სრულად თავისუფალია ეს ტერიტორია, ხო გადათხილია უბრალოდ ჩანს რა სამუშაოარი ძიმე ტექნიკის. არცად არანაირი ხობე არ არის. იყო შემოფარგლული იმ ტერიტორიაზე, სადაც ის მოძრაობს, სხვა ბავშვებია, ვიცით, რავი, ხალხი გადაადგილდება, ბურთი რო გამოუგორდეს, ჩვეულებრივად ბავშვს ასაღებად მოვიდეს რა, ახლა სამშენებლო მოედანი რახან მაგან არ დაარქვა, ვერ დაზიანდება ესე ბავშვი, ნუ აბსურდია. მაგიტომაც არის კანონი ძალიან ესე კაფიოდ მოითხოვს ყველაფერს ძალიან ძნელი ტრაგედიის ფონზე ამ ყველაფერზე საუბარი თუმცა სისულელეა პირდაპირ მნიშვნელობით სისულელე იმაზე საუბარი რომ ეს რაღაცა სხვა ტიპის არასამშენებლო სამუშაოების გამო იყო აი ეს გარემო აქ გვაქვს და შემოფარგლული ანუ შესაბამისად დაზღვეული არ ქონდა ხო, აქ მინდა გითხრათ ახალი ამბავი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. არსებობდნენ შესაბამისი ანუ ერთ ერთი პირი, მათ შორის ალბათ განსაკუთრებით ბავშვი ვერ უნდა მოხვედრილიყო აი ამ ტერიტორიაზე, ხო? განსაკუთრებით ბავშვი, განსაკუთრებით ის ვერ გაანალიზებს სიტუაციას და შესაბამისად ვერ მოიცემ. და ჩანს პრინციპში რომ მართლაც არანაირი უსაფრთხოების ზომები გატარებული არ არის. რასაც ხედავ, აგერ არის მე საერთოდ პირველად ვიმყოფები კონკრეტულად ამ ადგილას. ასე რომ ტერიტორია არ მაქვს დაცვალიერებული, მაგრამ აქ დასათვალიერებელიც არაფერია, ყველაფერი პირდაპირ ხელისუფლებით ჩანს. პირველ რიგში რა თქმა უნდა, წუხარება უნდა გამოვთქვათ და უსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მთელ საქართველოს ეს არის საშინელი ტრაგედია. დანარჩენს შემდეგ ალბათ სამართლებრივი შეფასებები მიეცემა გარემოებიდან გამომდინარე. ძალიან ძვირად. მადლობა, ეს ჯემალ საკინაძე იყო. თამარ, ხარ გეტყვით თქვენს ეს თამარ ბუთურიშვილი იყო, ასე მოქალაქე, თქვენს უძრებას ისმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში. ვინც ახლა შემოვერდა ბათუმანების პირდაპირ ჩარდას მიდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიწყო გამოძიება ამ შემთხვევაზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116
ამჯერად მოქალაქეები ხალხნა ბერიძეს ესპექტებიან აქტივისტს აგრესია ჟურნალისტების მიმართ რეიტინგ სიმაღლე იცოდი სახში აცურად ჩორის ხედავთ რომ ხელიც დაარტყეს ოპერატორს ეს არის პრინციპი შეიძლება ითქვას ქართულოსებასთან დაკავშირებული ხალხი ადამიანები რომლებიც ასეთი აგრესიით აქ უკვე დიდი ხანია გამოირჩევენ მას შემდეგ რაც ქართული მმართველობა ამუშავა თავისი სქემა პოლიციის უფროსი თქოს რომ გავერიდოთ ტერიტორიას პოლიციის უფროსმა ეს გამოსავალი ჰპოვა მან მოუწოდა ჟურნალისტებს რომ დაგვეტოვებინა ეს ტერიტორია ასეთია მოცემულობა ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მუშაობას ეს ასე გაბრუნია, რომელიც ახლა მიმართავდა ქართულ ოცნებას. Nona. Maro
კიდევ მესმის, მაგრამ ხილსება რაფერ უნდა გაყიდონ, просто არ მე. ორი სიცოცხლე შეიძლება ვითარება კამერისთვის დაძაბულია ვითარება ის როგორც ხედავთ, მაგრამ უკვე ჟურნალისტები, ასევე აქტივისტები უკვე ტოვებენ ამ ადგილს. ეს არის ტრაგედიის შემთხვევის ადგილი, სადაც დღეს დაიღუპა ორი ბავშვი. წინასწარი მონაცემებით 4 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. ეს იყო ადგილი, სადაც ახალი კორპუსების აშენებას გეგმავს ქართული ოცნება და კაფსულა გახსნეს რამდენიმე დღის წინ 8 თებერვალს, მაშინ როცა აქ იყო ოცნების პრემიერი მოსული ირაკლი კობახიძე, ასევე არალეგიტიმური აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე გეჟვაძე და ამ ღონისძიებაში დაიხარჯა 209,000 ლარი, მაშინ როცა ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ არსად არ არის აქ სამშენებლო ღობე და უსაფრთხოების სხვა ღონისძიებებიც აქ არ ჩანს, რომ რამე იყო გაკეთებული უსაფრთხოებისთვის. აუცილებლად მოგეწოდოთ ჩვენ ინფორმაციას მათ შორის ოცნების ქალაქის შესახებ, ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.jl და ნეტგაზეთი.jl რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.